მიმდინარეობს წინა საარჩევნო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე. არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 17 პარტიამ გაიარა. კვლავ უცნობია ლელოსა და გახარიას პარტიების მერობის საერთო კანდიდატის ვინაობა. პარტიებში ამბობენ, რომ მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს. პარალელურად 4 ოქტომბერს აქციას აანონსებს და მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა. 4 ოქტომბერს მოვდივარ აქციაზე, რომ გავიმარჯვო და მშვიდობიანად დავამხო ივანიშვილის რეჟიმი. დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ამ შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლევან ხაბეიშვილმა და მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობისკენ და აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. თინა ბოკუჩავას განცხადებით კი არაძალადობრივი რევოლუცია ფილიპინებიდან პოლონეთამდე ყოველთვის დაფუძნებული იყო საზოგადოების კონსოლიდაციაზე და სწორედ ერთიანობის შედეგად ემხობა ავტორიტარული რეჟიმი. არაძალადობრივი რევოლუცია ფილიპინებიდან პოლონეთამდე ყოველთვის დაფუძნებული იყო საზოგადოების კონსოლიდაციაზე. ჩვენი ამოცანა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, როგორც პარტიის, რომელმაც 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციის გზით ერთხელ უკვე დაამხო ავტორიტარული რეჟიმი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქვეყანაში მოიტანა ყველაზე დიდი საკეთილდღეო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანა საზოგადოების გაერთიანება, იმ ფრაგმენტაციის აღმოფხრა, რომლითაც ხეირობს ივანიშვილი და რომელსაც ის მუდმივად თესავს საზოგადოებაში, ისევე როგორც პოლიტიკურ სპექტრში. ხაბეიშვილი და მისნაირები ის სხვა პარტიები, რომლებიც ბოიკოტში იმყოფებიან და ოპოზიციაში არიან. დღის ბოლოს ის 4 ოქტომბერი დაღამდება. რას აკეთებენ? აი რას ნიშნავს იმ შინაარსში, რა ნარატივიცაა გამოდებული, მშვიდობიანი რევოლუცია. აი ეს კითხვა უნდა დავსვათ. და აი ამ კითხვაზე თუ რომელიმე მათგანი ხაბეიშვილის თამადობით, რადგან რაღაცნაირად ლიდში არის წარმოდგენილი, პასუხს გასცემს, თუნდაც იმ 4 ოქტომბრამდე. მინიმალურად რაღაც პასუხი უნდა იყოს, რას აკეთებს 4 ოქტომბრის დღე რო დაღამდება, როგორ სრულდება ეს დღე და რას ნიშნავს განმარტოს. აი მას მე რაღაცნაირად ჩვენც გავაკეთებთ ალბათ შეფასებას და შეუძლებელია ამ ყველაფრის შეფასება. წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, მათ შორის ამ არჩევნებში შესვლით. წინააღმდეგობის მოძრაობა, ქუჩის პროტესტი არის არა ალტერნატივა ჩვენი აზრით, არამედ ის პარალელური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და რომელმაც უნდა გააძლიეროს. ჩვენ ვფიქრობთ, წინააღმდეგობის მოძრაობა არის გასაძლიერებელი, სხვა პარტიებს სხვა ხედვები აქვს, ბუნებრივია ნებისმიერი გაძლიერება ქუჩის პროტესტის და საპროტესტო მოძრაობის არის კარგი. კონკრეტული პარტიის გეგმებზე და იმაზე თუ საზოგადოება როგორ იქნება კონცენტრირებული 4 ოქტომბერს, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს მათი გზა არის. ის 4 რადიკალური პარტია, საიდანაც 2 არჩევნებში მონაწილეობას იღებს და 2 არა, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ვისაც ჩვენ ვეძახით, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ არიან, ერთმანეთზე არიან გადაკიდებულები, იქიდან გამომდინარე, რომ კი, ნამდვილად ერთი ვერტიკალით იმართებიან, თუმცა ყველას სურს, რომ იყოს ფავორიტი ამ გარე ძალებისთვის, ლეგიტიმურ დამხობას თუ რაღაცა მსგავს ტერმინს იყენებს და რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოუეხება ბატონი ხაბეიშვილი იქნება და ვინც არ უნდა იყოს. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და შესაბამისად ეხლა რა მუქარებიც არ უნდა იყოს, ბატონი ხაბეიშვილი იქნება თუ ვინც იქნება, ჩვენ ამას სერიოზულად რა თქმა უნდა არ აღვიქვავთ და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობაში დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს შეინარჩუნებს სტაბილურობას.